დღეს ძიმე დღეა მთელი საქართველოსთვის. მაგრამ პირველ რიგში მე მინდა მივმართო ოჯახს და მივსამძიმრო და უთხრა მადლობა ასეთი გმირის გაზრდისთვის. მე მინდა მივსამძიმრო იმ ბიჭებს, რომლებიც დარჩნენ ავღანეთში და რომლებმაც დაკარგეს თანამებრძოლი და იმ ახალგაზრდებს, ვინც აქ ვნახეთ აეროპორტში. და უთხრა ჩვენ გვესმის მათი ტკივილის. შეიარაღებულ ძალებს მინდა უთხრა რომ მადლობელი ვართ იმ დიდი სამსახურისთვის, რომელსაც ქართული არმია საქართველოსთვის გასწევს და იმ სისხლისთვის, რომელსაც ის სამშობლოსთვის ღრის. და საზოგადოებას მინდა უთხრა რომ ასეთი ვაჟკაცებით ვიყავით ჩვენ ძლიერი, ვიქნებით და მომავალშიც საქართველო გააგრძელებს არსებობას როგორც ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი საზოგადოება სწორედ აი ესეთი ბიჭების ხარჯზე. და ისინი აღარ დაიღუპებიან, ისინი გააგრძელებენ ახალი ქვეყნის შენებას. დანაყოფი ახორციელებდა კომბინირებულ პატრულს, რაც გულისხმობს ჯავშან ტექნიკასთან ერთად გადაადგილებას, გარკვეულ პოზიციებზე ჯავშან ტექნიკისგან შექმნას საცეცხლე ბაზის და მე ფეხით გაწმენდას და ეს დაზვერვას. როცა ბრუნდებოდნენ საღამო ხანის პერიოდში, საღამო ხანი იყო, როცა ბრუნდებოდნენ ამ ქვეითი პატრულის განხორციელების შემდეგ თავის ჯავშან ტექნიკისკენ, მაშინ მოხდნენ პირდაპირ ცეცხლის ზონაში, დაიჭრა ერთ-ერთი მებრძოლი, სერჟანტი, თვითონ დაღუპული პირველი კლასის რიგითი ახორციელებდა დაზღვევას, ჩამკეტად მოძრაობდა ფორმირებაში. როდესაც ხდებოდა დაჭრილის ევაკუაცია, აი ამ პერიოდში უკვე მეორე მხრიდანაც გაიხსნა ცეცხლი და სამწუხაროდ საბედისმეტო ტყვია მიმსხვერპლა ჩვენი მებრძოლი. დაჭრილი გამოიყვანეს წარმატებით. ამჟამად გერმანიაში იმყოფება, ოპერაცია ჩატარებული აქვს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს დროში დაგვიბრუნდებით. ძალიან სევდიანი დღე არის, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ახსილი ვართ სიამაყით, ვინაიდან რადგანაც ვასილ ყულჯანიშვილმა რიგითმა გამოიჩინა თავი საკუთარი სიმამაცით, ის გმირულად დაიღუპა, ამით მაგალითი გვიჩვენა ყველა ჩვენი წვლილი როგორ უნდა შევიტანოთ სახელმწიფო სამსახურში. რაც შეეხება სოციალურ უზრუნველყოფას, ეს ყველაფერი დადგენილია კანონმდებლობით, ამასთან დაკავშირებით არაფერი არ შეცვლილა. არის სტანდარტული პაკეტი, რომელიც ეხება ყველა პიროვნებას, რომელიც მისიებში არის დაღუპული. მისიებში მოღვაწეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან რადგანაც ჩვენ ვართ ძალიან დიდი თანამეგობრობის ნაწილი, უკვე დიდი ხანია და შესაბამისად ამ თანამეგობრობის წევრობა გულისხმობს გარკვეულ ვალდებულებებს, რომელსაც ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდამხარ ვახორციელებთ. Express on behalf of NATO. ნატოს სახელით მინდა ღრმამწუხარება გამოვხატო ახალგაზრდა ჯარისკაცის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებით გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებ. ოჯახისთვის ყოველთვის დიდი ტრაგედიაა ასეთი ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურის დაკარგვა. შესანიშნავი მებრძოლის დაღუპვა ასევე მძიმე დანაკარგია ქვეყნისთვისაც. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ეს იყო თავგანწირვა თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვაფასებთ რიგითის და მისი ოჯახის თავგანწირვას თითოეული ჩვენთაგანისთვის. ჩემი აზრით, საქართველოს უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი დიდებული მებრძოლები ყავს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ინტერესებს იცავენ. ძალიან სამწუხარო დღეა პირადად ჩემთვის და ამერიკელი ხალხისთვის. მწუხარება მინდა გამოვხატო როგორც ოჯახის, ასევე მთელი საქართველოსადმი. შემძრა სიმამაცემ, რომელიც რიგითმა ყულჯანიშვილმა გამოავლინა. უსამძიმრებ თქვენს ქვეყანას და განსაკუთრებით რიგითის ოჯახს.